იმისთვის რომ დედამ გავლენა მოახდინოს შვილის ცნობიერებაზე, შვილის რწმენებზე, შვილის შეხედულებებზე ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს მჭიდრო კავშირი, ემოციური კავშირი, სადაც ბავშვი უნდა გრძნობდეს რომ დედასთან ყოფნა, ხო? განსაკუთრებით მაშინ როცა ცუდად გრძნობს თავს, არის უსაფრთხო. რაც არ უნდა იყოს გარედან, არ ვიცი, შეფასებები, წარმოდგენები, იმ ადამიანს, ვისთანაც ყველაზე გულწრფელი და მჭიდრო კავშირი აქვს, ხო? იმ ადამიანის სიტყვა ბევრად უფრო დიდ კვალს დატოვებს, დაეშვება მის გონებაშიც და გულშიც და ის იქნება რაღაცნაირად რესურსი მისთვის, რომ აი ამ რაღაცა ქაოსში, ხმაურში, სადაც უცბად, არ ვიცი, რაღაც გამოცდაზე გადის უკვე დიდობის ასაკში და უცბად შინაგანი ხმა, ხო, რომ ეჭვები იწყება, რომ არ გამომივიდეს, ან მე ხო ისედაც არ გამომდიოდა, არ ვიცი, 1000 რაღაცა, სადღაც გამოონეთებს ის ხმაც, რომელიც ეუბნება, რომ ნახე, ამდენი ვიშრომეთ, მოემზადე, გადი, შენი საუკეთესო დადე და ვნახოთ რა მოხდება.